თბილისის მერიასთან ამ წუთებში მიმდინარეობს. მერიასთან ისის მოქალაქეების შეძახილები აქ მოსული ადამიანები პასუხისმგებლობის იმაზე, რაც მოხდა 14 ივლისს თევდორე მღვდლის ქუჩაზე, იმ ტრაგედიაზე, რაც მოხდა სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, აკისრებენ თბილისის მერიას და მე კახი ყალაძეს ამ წუთებში ისინი სიტყვით მიმართავენ, აქ შეკრებილი მოქალაქეები სიტყვით მიმართავენ ერთმანეთს, მე ვთქვი ოპერატორს გაჩვენოთ, რა ხდება ამ დროისთვის თბილისის მერიის მიმდებარედ აქ მოსულ მოქალაქეებს თან აქვთ ბანერები, სადაც წერია რეჟიმი ყველასთან მოვა, ასევე მათ თან აქვთ მოტანილი შენობების ფოტოები, ავარიული შენობების ფოტოები, რომლებიც თბილისის ტერიტორიაზე მდებარეობს და ისინი აღნიშნავენ, რომ ის რაც ხდება და რაც მოხდა 14 ივლისს სადგურის მოედანზე არ არის უბედური შემთხვევა, არ არის ტრაგედია, ეს არის უპასუხისმგებლობის, უგრილობის და უცოდინრობის შედეგი, ასეთია მათი განცხადებები. აქ არაერთი ადამიანი გამოვიდა სიტყვით, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ თავადაც ცხოვრობენ ავარიულ შენობებში და ასევე აქ მოსული აქციის მონაწილეები აცხადებენ იმას, რომ ასეთი შემთხვევების სიმრავლე თბილისში, ესეთი ტრაგედიების სიმრავლე თბილისში მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არ არის უბრალოდ უბედური შემთხვევები, არამედ ეს არის მერიის უპასუხისმგებლობის, დედაქალაქის თვითმმართველობის უპასუხისმგებლობის შედეგი. ისინი ასევე იხსენებენ ისეთ შემთხვევებს, როგორიც არის მაგალითად ვაკის პარკში არასრულწლოვნის ტრაგედია და ასევე სხვა შემთხვევები, რომლებიც წლების განმავლობაში, სხვა ტრაგედიები, რომლებიც წლების განმავლობაში დედაქალაქში ხდებოდა. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ აქ მოსული მოქალაქეების კომენტარები. ცდილობენ რომ შერაცხონ ეს რაღაცა უბედური შემთხვევაა. რაღაცა ძალიან მოხშირდა ასეთი წყალებში უბედური შემთხვევები, რაც რეალურად არის სისტემური დანაშაული. ეს არის გულგრილობის, კორუფციის და სრულად არაადამიანური პოლიტიკის შედეგი. ამაზე პასუხისმგებელი არის ბუნებრივია ქართული ოცნება, თბილისის მერია, კახი ყალაძე. ჩვენი პროტესტი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანაში. ასეთ შემთხვევებზე, ამაზე ნაკლებ ტრაგიკულ შემთხვევებზე მერი დატოვებდა თავის პოზიციას და კიდევ უარესი შედეგები მოყვებოდა. ამიტომ გვინდა ჩვენ ცვლილებები, რომ ასეთი ტრაგედიები ამ ქვეყანაში აღარ ხდებოდეს. შადრევნებში ბავშვები არ იღუპებოდნენ და თხრილებში არ იხოცებოდნენ. ამიტომ ჩვენ ამ პროტესტს გავაგრძელებთ იქამდე, სანამ არ მივახცევთ იმას, რასაც ვთქვით. გვენგრევა თავზე ქვეყანა, ყალაძე ყოველთვის ყოველ კვლელობაზე ადამიანების რო კვდებიან სხვადასხვა მიზეზების გამო, რომელიც ამათგან არის გამოწვეული, ყოველთვის თავს იმართლებს და ხალხს ამწყუნებს, ჩვეულებრივ თავის მოქალაქეებს ამწყუნებს, მაგრამ არა ვართ ჩვენ ესე იგი მაგის მოქალაქეები, მაგათ მხოლოდ ფული უნდათ, მაგენი ფულებს იყოფენ, მაგენი საქართველოს სიმდიდრეს იყოფენ და ჩვენ ყველა გაგვრიყეს, გაგვწირეს. მერიას ყავს ესეთი სამსახური, ეს არის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური, რომელსაც ევალება მონიტორინგი გაუწიოს შენობებს და თუ ისინი საჭიროებენ შეკეთებას, ან თუ წარმოადგენენ საფრთხეს ადამიანების ჯანმრთელობისთვის, ან სიცოცხლისთვის, უზრუნველყონ მისი რეაბილიტაცია. აი ამ ფასადის შეკეთებას ან მოხსნას იმ კონკრეტული ელემენტის, ფასადის ელემენტის დეკორაციის, ხო, არ სჭირდებოდა არავითარი თანხმობა მოსახლეობის მხრიდან. შესაბამისად, მერიამ დაარღვია ეს ვალდებულება, რაც საკუთარი დებულებითაა გაწერილი და მივიღეთ სხვეპლი. მერიას რო ემუშავა ისე როგორც მას საკუთარ თავს დაუდგინა წესები, ხო? ამ ტრაგედიას ავირიდებდი და ეს არის უკვე მერამდენი შემთხვევა, ხო? როდესაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ეწირება მერიის უპასუხისმგებლობას.
დიახ, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მიუთითებენ იმაზეც, რომ მსგავსი შემთხვევების, მსგავსი ტრაგედიების პარალელურად თბილისის მერიიდან დეკემბრიდან 2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ თანამშრომლებს, იმგვარ თანამშრომლებს აქციის მონაწილეებისა და ორგანიზატორების თქმით, რომელთა არსებობაც თბილისის მოსახლეობისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მე შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს თევდორე მღვდლის ქუჩაზე სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობის საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ასევე დაშავდა ერთი პირი, რომელიც ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში. ადგილზე უკვე დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებები და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლით, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს. როგორც გესმით, ამ დრომდე რჩებიან აქციის მონაწილეები თბილისის მერიის მიმდებარედ. ისინი საკუთარ სათქმელს უზიარებენ სხვა პირებს, რომლებიც საპროტესტო აქციაზე მოვიდნენ და როგორც ორგანიზატორები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, ისინი მოგვიანებით გადაინაცვლებენ პარლამენტის მიმდებარედ.